მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო გალაქტიონზე. გალაქტიონზე როგორც რეპრესირებულ პოეტზე, გალაქტიონზე როგორც ეროვნული სახალხო აჯანყების მხარდამჭერზე, გალაქტიონზე და უფრო მეტად მის ერთ-ერთ გენიალურ პოემაზე, სახელად მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელო. ეს არის პოემა, რომელსაც როგორც ალბათ მოგეხსენებათ, მოყვა ავტორის დაპატიმრება 1924 წელს. ეს პოემა გვაჩვენებს იმას, რომ გალაქტიონი არ გახლდათ კლასიკური გულჩათხრობილი ლირიკოსი, რომელსაც როგორც თანამედროვე ფილოლოგიაში განიხილავენ განსაკუთრებით მე-20 საუკუნის პოეზიის შეფასებისას ტრანზიტორი პოეტი, ანუ რომლის შემოქმედებითი ღერძიც არის აგებული შიდა და არაგარი სამყაროზე, ამ პოემაში მკაფიოდ არის გამოხატული პოეტის პოლიტიკური ხედვები, მისი წარმოდგენები საქართველოს სამომავლო კურსის შესახებ, როგორც საგარეო, ისე შიდა. ამრიგად ამ პოემის დაცენზურება იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი. ჟურნალ ნათობის ის ტირაჟი, სადაც დაიბეჭდა მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა, არის სრულად განადგურებული. გადმოცემის მიხედვით არის რამდენიმე ეგზემპლარი მხოლოდ შემონახული, ხოლო გალაქტიონი, როგორც მოგახსენეთ, იყო დაჭერილი და გადაყვანილი მეტეხის ციხეში. ავტორის ამ პოზიციის გასამყარებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორი გახლდათ 1920 წელს ჟურნალის სახალხო გვარდიელის დივანის მოვალეობის შემსრულებელი. თავად პოემა დაიწერა, როგორც უკვე გითხარით, 1924 წელს. იგი მოგვითხრობს ბოლშევიზმის შემოსვლის შესახებ, აჯანყების ჩახშობის შესახებ, რომელიც რუსებმა სასტიკად ჩაახშეს, შეეწირა 6000 ქართველი. გალაქტიონს აქვს დეტალურად, ძალიან მხატვრულად და მკაფიოდ აღწერილი ის სისხლის ღვრა, ის შედეგები და მოსალოდნელი ტირანია, რომელიც აღნიშნულს მოჰყვა. აღნიშნულ პოემაში ჩვენ ვკითხულობთ ორი პერსონაჟის შესახებ, ევა და ლუჩიო. ესენი არიან შეყვარებული წყვილი, რომლებიც გახლეჩილები არიან პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ევა, ადამიანი, რომელიც აღიქვამს საქართველოს სწორ მიმართულებას, რომ მომავალი საფრთხე უნდა იყოს აღმოფხრილი და ლუჩიო, ადამიანი, რომელიც ცდილობს აქ იპოვოს რაიმე სარგებელი, მოერგოს და აუწყოს ფეხი იმას, რაც მისი წარმოდგენით გარდაუვალია. მე მსურს, რომ პატარა ნაწყვეტი წაგიკითხოთ ამ პოემიდან, რათა თქვენ თავადაც გაიაზროთ პოზიციები ამ პერსონაჟების და თქვენ თვითონ გავაკეთოთ დასკვნები. ეს არის ნაწყვეტი, სადაც ევა თავის წინასწარმეტყველური სიზმრის შესახებ მოუთხრობს თავის შეყვარებულ ლუჩიოს. გიამბო, არა. ვნახე ვენახი, როგორც ტაძარი, ისეთი არსად ჯერ არ მენახა უზარ მაზარი და იისფერი ფურცლები ვაზის სანთლებს ვენახში, უმძიმეს ქარვის მტევნება და აზის ვით ფერფლი ნახშირს. კარგად არ მახსოვს ეს ფრინველები იყვნენ ჩიტები, თუ ანგელოზებს ესხათ ხელები და ბივრიტები. ლუჩიო უსმენს, მასში ესოდენ გრძნობს გაოცებით და ირონიით, ეს იქნებოდნენ ანგელოზები. უცებ მოვარდა ძლიერი სტიგმა, განაგრძობს ევა, მაღალ ხეების მწუხარე რიგმა დაიწყო რყევა, რა საოცარი დაიძრა ღვარი, ხეთრარი ხრიდნენ ყოველი მხრიდან, ბერავდა ქარი ყოველი მხრიდან, აღმოსავლეთით თოვლივით თეთრი ბერავდა ქარი. იყოს პეტაკი დანაზად მკვეთრი და ძლიერ ჩქარი, ჩრდილოის ქარი იყო წითელი, მაგრამ ნათელი, გორავდა ყვითელ ფოთლის მითელი და კამათელი. მესამე ქარი იყო ვით ქარვა, როგორც 64 და იისფერი, როგორც აქ არ ვარ, იყო მეოთხე. იდგა მთელ ბაღში ფერთა ფერები, შემდეგში ყველა იზრონენ როგორც სულიერები ნელა და ნელა და მე შემდეგში აღარ ვიცოდი ომთელი ღამე, ეს ქარი იყო სამაისოთი თუ კვლავ სხვა რამე, ანგელოზები იყვნენ უთუოდ დასცინის ვაჟი, ასე ყოველმხრივ ასე უდროოდ რომ ქრონენ ცაში, ანგელოზები გაანჩხლდა ევა, ვიცი რა არის. შენთვის არც ხატი გამოირჩევა და არც ტაძარი, მაგრამ ტაძარიც იდგა ჰაერში უუკვდავესი, იგი არავის არ ეპყრა ხელში, იდგა თავისით. ფიქრობ ამ ნაწილში გალაქტიონს ძალიან მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი ის თუ რას ფიქრობს იგი გეოპოლიტიკურ მიმართულებებზე, სად ხედავს იგი სამოთხეს და ქარვას და სად ხედავს იგი სიწითლეს და რომ ტაძარი საქართველო იდგა თავისით და რომ არავის არ ეპყრა ხელში, ავტორს ძალიან ხაზგასმით აქვს ნათქვამი.
მომდევნო ნაწილებში ამ პოემის ჩვენ ვხედავთ უკვე იმ სისხლის ღრას, რომელიც 1924 წლის აჯანყების ჩახშობას მოჰყვა და ჩვენ ვხედავთ იდეას შეწირულ ევას, თავის პოზიციას და თავის პრინციპებს შეწირულ ევას და ლუჩიოს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა მოუკლა საყვარელი ქალი, ის მაინც, როგორც მედროვე, ფეხს აუბამს ბოლშევიკებს და შურის ძიების მიზნით იგი საკუთარ ხალხზე იფხანს გულს, მათი ჩახშობით, მათი მკვლელობით და გალაქტიონის ამ ტიპის ადამიანის ფსიქოპორტრეტი აქვს ბრწყინვალედ გადმოცემული, როდესაც ამბობს, რომ ლუჩიოს გული ახლა თუჯია, გული ნაგანი. ამავე ნაწილზე სურს კიდევ ერთი პატარა მონაკვეთი წაგიკითხოთ, რომ თუ რად იქცევა ლუჩიო მას შემდეგ და ლუჩიოსნაირები მას შემდეგ, რაც უკვე გაივლის ჟამი და უკვე მოერგებიან რეჟიმს. დგას მუხლებამდე სისხლის მორევი, მათში შობილი, უიარაღო ხალხზე მორევით დგას კმაყოფილი. სვრის და მშობლიურ ცხედრებს ეხება ფარული გზნებით, ყელამდე სისხლში მიდის ფეხები მოლიპულ გზებით. რა მაგარი რაღაცები იქ დაწერილი. როდესაც ჩვენ ამ პოემას ვკითხულობთ და ისტორიულ კონტექსტს განვიხილავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გალაქტიონი ამ დროს არის აღიარებული როგორც პოეტთა მეფე, მას აქვს სტატუსი, მას აქვს რეპუტაცია. გალაქტიონს უკვე აქვს გამოცემული არტისტული ყვავილები, რომელიც მოგეხსენებათ პოეტის კარიერაში ალბათ არის ცალსახად მწვერვალი. რეჟიმის გეგმა, რომ გალაქტიონი აქციონ არასერიოზულ და არ გასათვალისწინებელ ავტორად ჯერ არ არის ხორცშესხმული, მოგვიანებით ესეც შედგება მისივე კოლეგების ხელით. თუმცა ამ ეტაპზე გალაქტიონის ეს სიტყვები პოეტთა მეფის მხრიდან ცხადია ძალიან სახიფათოდ განიხილებოდა, ამიტომაც გალაქტიონი იქნა დაპატიმრებული მეტეხის ციხეში, რის მერეც გალაქტიონს უკვე ისეც, როგორც იყო, ვეღარავინ ხედავს, უпростоროდ კი ვეღარავინ მოусმენს, რამე თუ ავტორის პროტესტი ცხოვრების ბოლომდე ერთგვარი პერფორმანსი დაიწყო და გრძელდება მისი ხმის დაწვრილებით, მაგრამ მოგეხსენებათ შეიცვალა ხმის ტემბრი სრულიად შეგნებულად. არა, სანამდე ცოცხალი ვარ, ჩემი გულიდან არ ამოიფხება დაუნცხრალი წვრილი ბრძოლის, რათა თელ სოფლიოში დამკვიდრდეს ის სოციალისტური ჰარმონია, რომელმაც გაიმარჯვა დედამიწის მეექვსეზე. ამბობენ, რომ მას იქამდე ჰქონდა ძალიან ღრმა ბარიტონი, თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ არ არის არავითარი ჩანაწერი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ხელმისაწვდომი თუ რა გაიარა იმ მოკლე პერიოდში ციხეში, რაც გაატარა რამდენიმე დღე, მაგრამ მას შემდეგ გალაქტიონი სრულიად შეიცვალა პირად საუბრებში, მან რამდენჯერმე გაამხილა, რომ ხმის შეცვლის მიზეზად იგი ასახელებს, რომ რეჟიმისთვის თუ კი გალაქტიონი არ არის მისაღები ისეთი როგორც არის, ისინი მიიღებენ ახალ გალაქტიონს, ასე რომ ეს პერფორმანსი ან პრინციპულად ცხოვრების ბოლომდე გააგრძელა. რეპრესიები თუ უშუალოდ გალაქტიონის მიმართულებით აღარ გაგრძელებულა მეტეხის ციხის შემდეგ. რეპრესიები გაგრძელდა მის მეგობრებზე, მის გარემოცვაზე. 1924 წელსვე დახვრიტეს მისი მეორე გამომცემელი უტკუ გვარამია. დახვრიტეს მისი მეუღლე უკვე მოგვიანებით 1951 წელს, თუმცა 1929 წელს პირველად გადასახლებაში 3 წლიანში მოხვდება მისი მეუღლე ოლია ოკუჯავა, არა მარტო ის, არამედ მისი ოჯახიც, საიდანაც დაბრუნების შემდეგ მერე უკვე 1936-ში კიდევ ერთხელ და უკვე სამუდამოდ გადაასახლებენ ოლია ოკუჯავას, 1951 წელს კი მას 157 ქართველ პოლიტპატიმართან ერთად დახვრეტენ. ამას გალაქტიონის ბიბლიოგრაფიაში 1927 წელს მოხვება ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ლექსი უკანასკნელი მატარებელი, რომელიც ცალსახად იქნებოდა ასევე რეპრესიის სამიზნე და საბაბი, რომ არა გარემოებები, რომ არა ის ტანჯვა და რომ არა უკვე ხორცშესხმული ის გეგმა, რომ გალაქტიონის ავტორიტეტი, გალაქტიონის გავლენა საზოგადოებაზე უკვე საგრძნობლად შემცირებული იყო და ასე რომ როდესაც მისი მეგობრები, გამომცემლები მას კუხარკების პოეტად და არასერიოზულად და კლოუნად და ჯამბაზად მოიხსენიებდნენ და არ ჩაუღრმავდები ზოგიერთი ცნობილი პოეტის შეფასებებს და კრიტიკას, რომელიც გალაქტიონის მისამართით იყო, როგორც ჩანს რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ამ ლექსის გამო მისი დასჯა აღარ ღირდა, თუმცა გარიყვით, ნამდვილად წარმატებით გარიყეს. დასასრულისთვის
მინდა კიდევ ერთი გალაქტიონის ლექსი შეგახსენოთ. ბევრად უფრო ცნობილი ლექსი მე რამდენადაც ამას აღვიქო, ვიდრე ეს პოემა მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა. ლექსი სახელად ჩვენ პოეტები საქართველოსი, რომელიც ასევე მოესწრო, რომ დაწერილი იყო 1924 წელს, რომელიც ასევე გახდა რეჟიმის ყურადღების საფუძველი და ბოლო სტროფი ამ ლექსისა არის დაწერილი შემდეგნაირად. დაუდგეთ იქ, სადაც ქარიშ ხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი, ახლა გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს ჩვენ პოეტები საქართველოსი. ასე რომ თუ გსურთ, რომ გქონდეთ უტყუარი სამხილი იმ პოლემიკაში, რომელიც მიზანმიმართულად და მავნებლურად დღემდე მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმომადგენელზე მიდის, რომ ის თითქოს იყო მხოლოდ ლირიკოსი, რომ ის იყო ამორფული პიროვნება, რომ ის იყო საბჭოთა მაქებელი, წაიკითხეთ მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა და შეადარეთ იმ უსულგულოდ დაწერილ ლექსებს ლენინის თუ კანდიდ ჩარკვიანის შესახებ. და თქვენ თვითონ დაასკვნით, თუ რა პოზიცია ეკავა გალაქტიონს აი ამ პოლემიკაში და ამ დავაში. მოგეხსენებათ რეპრესიული მანქანა ძალიან რთული მექანიზმი არის და ძალიან რთულია ზოგჯერ პატარა კომპრომისებზე არ წახვიდე, რათა გადარჩე. ვინც არ მიდის ცხადია, უნდა დავაფასო და გმირები არიან, თუმცა გალაქტიონმა თავისი გმირობა, მე მგონია, ჩაიდინა სწორედ რეჟიმის მხილებით 1924 წელს, როდესაც მან დაბეჭდა მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებ თავისუფლებას.